მე ისე საჯაროდ არ მithქვავს, მაგრამ მინდა დღეს გაგიცხადოთ. ის რაც შალვან ათალაშვილს აქამდე არ უთქვამს, ხელისუფლების წინასაარჩევნო შეთავაზებაა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მართველი გუნდი მას არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს თავაზობდა. ხელისუფლება ჩვენ გვთავაზობდა მილიონებს, რომ მივიღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. მე როცა არ მივიღეთ მონაწილეობა, როგორ დაიჭირეს კახაძაგანიას ძმა. ეხლა ციხეშია. ყველა ასე თუ ისე სოლიდური პარტია. ეხლა მე არ ვამბობ 2 დღის წინ გამოჩეკილი რაღაც ბანერები რო გაუკეთეს და მიიღეს მონაწილეობა მაგაზე. უარ სიტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე. გარდაულად დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები. ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. ამაზე მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ლეიბორისტების განცხადებას აბსურდული უწოდეს უმრავლესობაში. ალიანსში კი მიიჩნევენ, რომ ბოიკოტის შეთავაზება დაგვიანებულია და შალვან ათალაშვილს საპასუხო რჩევას აძლევენ. ისე მე რომ მკითხოთ ამ ხელისუფლებისათვის ფულის დატოვებას, ჯობდა რომ ეს ფული აეღოთ ისე როგორც დაუშვათ აბსოლუტურად გასაგები არგუმენტით, მათ თქვეს რომ ჩვენ ხელფასებს არ დაუტოვებთ ხელისუფლებას და ამიტომ მას ვიღებთო და ეს ფულიც რო აეღოთ და ნაციონალებისთვის არ დაეტოვებინათ, ურიგო არ იქნებოდა. ბატონი შალვა არ იყიდება და ჩვენ არ ვიყიდებით, სხვებიც არ იყიდებიან. ეროვნულმა საბჭომ შალვან ათალაშვილს საქციელი მოუწონა, ბოიკოტი კი არა. ზვიად ძიძიგურს მოსახლეობისთვის ლეიბორისტებისგან განსხვავებული მოწოდება აქვს. მარნეულის, ბორნისის და ახალციხის შედეგებით ვერ გაგვიყალბებენ ჩვენ საერთო შედეგს. თბილისი არ ყალბდება, თუ კი ბევრი ადამიანი გამოდის. ამიტომ მინდა ყველა თბილისას მოუწოდო გამოვიდნენ მაქსიმალურად. ლეიბორისტების ლიდერს არ დაუკონკრეტებია ხელისუფლების მხრიდან ვინ აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებებს. შალვან ათალაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე აცნობა.